ესეთი მშვიდი დილა იმათთვის, ვინც ვერ ახერხებს ტყრიანი ქალაქიდან გაქცევას. ესეთი ჩიტების ხმა. ეხლა არის დილის 8 საათი და მე ვსვავ ყავას. ლინჩიკები. Да. Манную кашу. Молодец. Я Марику спросила, она говорит, да, я говорю. დედას მომზადებული მანიფაკა. ყავდა ეს ბლინები. საერთოდ შაქარი იმასთან გოდი. ესეთი ბლინჩიკები გვაქვს სმეტანით და მალინის ჯემით. ძალიან გემრიელია მან. მართლა ძალიან კაია. Видите, бабушка, какие вам каши делает вкусные. Очень. Лини, аражани და ჯემი, მარწყვის, არა, მალინის. Блинчик надо, это очень поджаренный получился у тебя. Саканела номери 2. ეხლა განახებ თვარდებს. სუნაირ ფერებს. ნახეთ როგორი ვარდისფერია. ნამდვილი ჭეშმარიტი ვარდისფერი. ისე რატო აღიქმება ვარდისფერი? აი, მაინც ეს ფერი. ვარდი ხო სხვა ფერით შეიძლება იყოს. მაგალითად აი ესეთი. რატო არ ქვია ამ ფერს ვარდისფერი? ან ესეთი. აი მე რასაჩნელი რაღაცაა ზის ღმერთო. ამას რატო არ ქვია ვარდისფერი? თეთრი ობობა გინახავთ? აგერ ბატონო, მიესალმეთ. ესეთი სიმშვიდეა აქ. კიდევ ერთი სადიმალება. ულამაზესი ფერის ვარდი. ნახეთ ვინ მოდის ხოლმე ჩვენთან. ნახეთ რა ლამაზია. ჩვენი ხშირი სტუმარია. და ნატალია ჭმევს ხოლმე ძალიან ბევრს. იმიტომ რომ ორ სულად არის. მალე ეყოლება კნუტიკოები. მე სადღაც მიდის ხოლმე და ტყობა აქვს ადგილი. კიდევ ერთი ფერი ვარდის. ესეთი ულამაზესი თეთრი წეღან რო გაჩვენეთ ის ყვითელში გადადიოდა და ეს ღია ვარდისფერში გადადის. მაგრამ თეთრია. თეთრი ვარდები. ხოდა იმას ვამბობდი რომ ერთი მინუსია კოღოები არიან. აუ რა ლამაზი ღრუბლებია. ნახეთ. მიხეით რომელი კატეგორია ვარ ღრუბლებს რო უღებს ფოტოს. ლამაზ ღრუბელს რო დაინახავს და უი რა ლამაზია ვატეკრე ფოტოაპარატს წმინდავს კამერას. ეს კატეგორია ვარ მე. ნახეთ. ესეთი ღრუბლები მეტო აქ არის თბილისში ვერასდროს ვერ ვამჩნევ. აქ სულ ნაირი ღრუბლებია ხოლმე ყოველ დღე სხვადასხვანაირი. რატოა ეს რა თბილისში ვერასდროს ვერ ვამჩნევ და აქ ყოველთვის მინდა რომ გადავუღო. ასე ლამაზია. წერიალის ხმა გესმით? აბათ მიხვდებით რა ხდება. რა თქმა უნდა ნატალი გადაობს. ულამაზესი ჰორტენზიებიც ამშვენებს ჩვენს ეზოს. აი ესეთი ფერიც არის. ძალიან ლამაზია. ესეც დღევანდელი ყავა. აი ესეთი გემრიელობებით. მივირთმევთ. მე ნალიქიან ყავას ვსვავ, ბავშვები ცივ ყავას ვსვავენ. ჩვენი ერთი რენდომული ზაფხულის დღე. აი ესე გამოიყურება. ნატალი ხილი მოინდომა და დედამ გაურეცხა და მოუტანა.
ნატალი, ჩემი გამომწერების ყურები დაინდექთ, ხო? Нет. Please. Что месяц? Разговор. Так, она Да, вау! აბა ვაკეთებ შაურმას. ესე ხორცები დავფარე პომიდორებით და კიტრით და ხახვით. ეხლა უნდა დავუმატო სალათის ფურცელი და ესეთი მაიონეზის соуსი გავაკეთე. მოკლედ პომიდორის წვენი და მაიონეზი ავური ერთმანეთში და ეგ უნდა დავასხა, იმიტომ რომ კეჩუპის ყიდვა დავავიწყლე გუშინ და კეჩუპი არ გვაქვს, ამიტომ მაგისმაგივრად ამას გავაკეთებ. მოვედი შაურმების ხასიათზე. აბა ეს ბებოსპურებით ყველა თვარებით ყიდეთ. ხო, მოკლედ დავასხი ეს соуსი. ეხლა აი ესენიც მინდა რომ გავუკეთო. ესე ნატალი მიხებს, მიხმარება. ესეთი კაი გოგოა. ესე დავადოთ ბლომად, იმიტომ რომ ყველას უყვარს ეს განგენრელი. ხო, ესე. და ეხლა ნახე, უნდა რომ ეს ყველაფერი შევახვიო. მედი არ ფერდა. Teraz პროფესიონალურად ახლა. კაი რა ნატალი არ დამეწოს ეს. აი, ერთი მზად არის. 3 გამოგვივა სულ. ეს მესამე ცოტა პატარა გამოდის მგონი. არა, ეჭვში არა ხო, ნორმალურია. ესე. ეხლა რაც დაგვრჩა აქ პომიდორები. დავადოთ. ეს ყველაფერი. ხო, ეს ასე. ეხლა ხო, დავამატა ხახვი. ესე. ნორმალურად ხო? ხო ეყოფა ხახვი. და აქ ეხლა რაც დარჩა, ამას დავასხათ. всё. არ დავიწყოთ. ხო, არ დამეწოს მეთქე ხომ. ნიდური ყრები. აი, ესეთი გამოდის, ნახე. და კაია. всё. აი, ყველას ვუდებ ახლა. როგორ ზომა. ამაზე არ გადმოიყარა. აი, და ჯერ არ წავდით უნდა მოგო. ხერა კაია. ჩემი წილი შაურმა ესე გამოიყურება. აი ესე. საღამო ხანს. მივირთმა. აუ რა ლამაზი ფონი მაქვს. იმედი აღამის სამსაძე არ მიყურებთ. დამკა. სხვა რა ვაკეთოთ? ნატალი თამაშობს, ნატალი კატაობს, მე და მარიტა ვთამაშობთ. შენი ჯერიც მოვადე.